ყველაფერი აკლია ლაგოდეხის წყალს და უნდათ რომ დაგვიყენოთ ჩვენ ეს აღრიცხველები და უბრალოდ ესე იგი იწმინდება ძალიან პრიმიტიულად და ის წყალი მოდის როგორც ასწლიერა სერიოზული გაწმენდა აქ არ ხდება ნანახებს ვალერი კარგად იცის მეტი არ მინახავს გამერ მოყვება წყალს კი როგორ არ მოყვება ჭიაღლოს მოყვება ბოდიში მათლიც მოყვება ზოგჯერ ბაყაყები მოყვება და ტურბელები და რა ვიცი ძალიან უსუფთაო წყალი არის ამ წყალში არ და ყოველ წელს გესმით დაპირება იმის შესახებ რომ მოაწესრიგებენ და ჩვენ დიდი ხანია ლაგოდეხის მოსახლეობა იბრძვის ამ ნორმალური წყლისათვის მთელ ქალაქში მოხდა დალუქვა ამ შადრევნების ეგრეთ წოდებულის და ეს პირველი ის არის ნიშანი იმისა რომ როდესაც აქ დააყენებენ სუტკაში დაწერს დაახლოებით 200-დან 300 ლარამდე. ვერავინ ვერ გადაიხდის ამ საფასურს რა თქმა უნდა. ამ ეს წყალი დაილუქება და არ გვექნება, აი აქ უბანში არ გვექნება გამლევ-გამლევს ან ზაფხულში 40 გრადუსიან იმაში არ გვექნება. ამას აკეთებენ. ეს ყველაფერი რაც ეს თელავის სათავო ოფისმა წყალკანალის გააკეთა. ადგილობრივებმა რომ არ გააკეთეს, იქ ადგილობრივ თანამშრომლებს დაუწერეს საყვედურები გამოუწყდეს და თელავი გამოვიდა და დაკეტა, დალუქა, დაახლოებით თუ არ ვცდები, სადღაც 10-მდე ესეთი შადრევანები. გვინდა ეს წყალი მოდიოდეს, იმიტომ რომ ეს მარტო მაღაზიას კი არ ჭირდება და აქვე მოსახლეობას, არამედ გამომვლელი ძალიან ბევრია, რომელიც ახლა სიცხეში რომ მოდის ადამიანი იმას ხო წყალი რომ მოწყურდება, გარეთ იქნება წყალი, მაგრამ რიცხველის დაყენება ამაზე მე მგონი სისულელია. ჯერ ერთი რომ დაბინძურებულია წყალი და იმ რიცხვს ყოველ წუთში დააბინძურებს და გაჭედავს და იქნება გამოსასვლელი. მერე მეორეც ის რომ რიცხველი დღე-დაღამე წყალი მოდის, რიცხველი რამდენს დაწერს, ხო? მეუნები გაიმოვიდნენ ჩაჭრეს, მაგ სულ მაგ წყალკანალთან ჩხუბი და დავიდარაბა. უთხარი არ უნდა ჩაჭრილიყო, ხვალე მე ვამზადებ წერილს. რომ ოფიციალურად ახლა სიტყვერად ვერ გაიგეს. ახლა უნდა ოფიციალურად მიმართო, გაიგებენ. მე რონაც რაღაც შესაბამის პროცედურები არის, გაივლის ამას. არ ვერ მოუშვებთ ახლა ამ წყალს. არა გვაქვს უფლება და თუ მოუშვებთ, თქვენ თავზე აიღებთ ბატონო. როგორ დააჯარიმებენ სახლიდან წყალი, თქვენი სახლიდან მოდის ხო წყალი? პრობლემა არ არის, მოუშვით მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. რა ვსქვია, მოუშვით. ეს ჩაკეტეს ეს რა, რომ მოვლენ ეს აჩუქრას გადაეცით იმას. მიდი მოუშვით, პრობლემა არ არის. ო, დამხელაზე არ მოუშვა, როგორ წყალი დალიოს როდესაც მოდიოდა დამხელაზე არაფერს არ მოდის. ეს არ არის, ეს არის სახლიდან გამოყვანილი, რომ იცოდნენ, მე ახლა ამას დაუხსნი, რომ ეს არის სახლიდან გამოყვანილი წყალი. ბატონოს ვინ აიღებს ამას რომ ეხლა დააჯარიმო? მე ვიღებ, როგორ დააჯარიმო, რა ვსქვია, რატო უნდა დააჯარიმო? წყალი სახლიდან ჩემი გამრიცხველიანობა არ არის ლაგოდეხში. როცა გამრიცხველიანობა მოხდება, ხო? ამ ადამიანს ვის საით თავის ეზოდანაა გამოყვანილი წყალი, ხო? თავის ეზოდანაა გამოყვანილი წყალი, გინა აქ დააყენებს, გინა იქ დააყენებს, სადაც თავის მაღაზიიდან დააყენებს, ხო?